ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ LGBT უფლებებთან დაკავშირებით, არის ის, რომ თავად ჰომოფობიით და ტრანსფობიით გაჟღენთილი სფერო, ეს თავად არის სახელმწიფოებრივი სფერო. სახელმწიფო და ასევე ის სტრუქტურები, რომელიც იქ არის, იქნება ახმასრულებელი თუ ესე ვთქვათ, საკანონმდებლო, თავად გვევლინებიან დისკრიმინაციულ და ჰომოფობიით და ტრანსფობიით გაღურებულ ესე ვთქვათ სფეროებად. თუმცა პრობლემა ცხადი არ არის მხოლოდ აი ამ სტრუქტურებში, პრობლემა არის იმაში, რომ თავად ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არის საზღვარი დაკარგული, ის არის ასე ვთქვათ შერწყმული ერთმანეთთან და აი ესეთი სეკულარიზმის კრიზისის პირობებში ისინი ერთიანი ძალით აუფასურებენ იმ ადამიანის უფლებებს, რომელიც არსებობს საქართველოში და სამწუხაროდ LGBT თემატიკაზე საუბრის დროს იქნება ეს იგივე სახელმწიფოს წარმომადგენლები, იქნება გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები, სამწუხაროდ ამ საკითხებზე საუბარს სრულიად გამოწვლილი აქვს ადამიანის უფლებების კონცეფტი, ის სამწუხაროდ განიხილება მორალურ სპექტრში. მაშინ, როდესაც სწორედ ისეთ პირობებში საკანონმდებლობა ჩვენ აბსოლუტურად ასე ვთქვათ განსხვავებულს გვეუბნება, მაგრამ ისიც არის მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფო აი ამ კანონმდებლობას იქებს მხოლოდ საერთაშორისო ნაკისრი ვალდებულებებით და ის არ ცდილობს, რომ ეს ვალდებულებები და ის მიღებული ნორმები რეალურად მოახდინოს მათი იმპლემენტაცია რეალობაში და სწორედ აი ამის გამო ის ცვლილებები, რომელსაც ვიღებთ, ისინი ვერ ახდენენ გავლენას LGBT თემის ადამიანებზე და ისინი ვერ ახდენენ გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ამიტომ LGBT თემი ყოველდღიურად ეფუძნება ძალადობასა და დისკრიმინაციის განგრძობით და სისტემურ პრაქტიკას.